Შეიძლებოდა თუ არა შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება. დაღუპული დავით ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მტკიცებულებებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სტიქიის შესაძლო განვითარების შესახებ შეტყობინებები გაგზავნა, მაგრამ ისინი ადრესატამდე ვერ მივიდა. მიზეზი სატელეფონო ბაზების სიძველე გახდა, სააგენტოს წლებია, მონაცემები არ განუახლებია. გარდა ამისა, ირკვევა, რომ სამაშველო შეუმფრენების მოთხოვნის შესახებ შეტყობინება სასაზღვრო პოლიციაში 1 საათის დაგვიანებით შევიდა. ადვოკატებს მტკიცებულებების გასაჯაროება და მათზე საუბარი აკრძალული აქვს. კითხვებს არ პასუხობს არც საქმის გამომძიებელი. ჩვენი ჟურნალისტი ნინუცა კეკელია განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. ნინუცა, რას აცხადებენ ადვოკატები და რას ამბობს გამოძიება ტრაგედიიდან 7 თვის შემდეგ? ადვოკატებს არ შეუძლიათ საუბარი უფრო ვრცლად და უფრო საჯაროდ და არც მტკიცებულებების გამოქვეყნების უფლება აქვთ, თუმცა ნაწილი ინფორმაციისა მედიისთვის გახდა ცნობილი, მაგალითად ის, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოსგან 3 აგვისტოს 2023 წელს გაიგზავნა შეტყობინებები მოსალოდნელი სტიქიის შესახებ, თუმცა ეს შეტყობინებები ადრესატამდე არ მივიდა. მიზეზი იყო ბაზები, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია არ განახლებულა და ონის მუნიციპალიტეტის მერის ნაცვლად შეტყობინება მიიღო ონის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა და სხვა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, რომელთა ნაწილი საერთოდ არ იმყოფებოდა რაჭაში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ახორციელებდნენ ისინი საქმიანობას, ანუ აღარ ირიცხებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში. შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება ან მსხვერპლის შემცირება, ამაზე საუბარი ახლა რთულია, თუმცა ეს შეტყობინებები თუ კი რეაგირება გარეშე არ დარჩებოდა, სავარაუდოდ მსხვერპლის შემცირება მაინც მოხერხდებოდა. ადვოკატები ასევე გვაწვდიან დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცების მიუხედავად, რომ ადგილზე 5 დრონი მუშაობდა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 1 დრონი იღებდა რამდენიმე საათი მასალას, თუმცა შავი მასალა საერთოდ წაშლილია. გარდა ამისა, 112-მა ზარის მიღებიდან 1 საათის დაგვიანებით გადასცა სასაზღვრო პოლიციას შეტყობინება, რომ შოუში საჭირო იყო სამაშველო ვერტმფრენების გაგზავნა, არ მოხდა ასევე ცხედრების პოვნის ადგილის ლოკაციების აღნუსხვა და მტკიცებულებებად დართვა საქმეში და მთელი რიგ დარღვევებზე მიუთითებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატი. საბოლოოდ თანხმდებიან იმაზე, რომ 7 თვის შემდეგ, როდესაც გამოძიებას არ აქვს არც ერთი პასუხი და არ გამოკვეთილა არავის პასუხისმგებლობა, ის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სურს. გამომძიებელს რაც შეეხება, ის გვამის ამართებს შინაგან საქმეთა სამინისტროში. სააგენტოს ძველი ბაზების, საინფორმაციო ბაზების მიხედვით ჰქონდა შეტყობინებელი გაგზავნილი, რის გამოც შეტყობინება ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიგზავნა არა იმ დროისთვის მოქმედ თანამდებობის პირებს, არამედ ყოფილ თანამდებობის პირებს. მას შემდეგ, რაც ჩვენ აქტიურად საუბრობთ იმ დარღვევებზე, რაც გამოძიების პროცესში არის და არაერთი გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, მოვითხოვეთ საქმის მასალების გადმოცემა, ნაწილი დოკუმენტების გადმოგვცეს, თუმცა ამას მოაყოლეს გაფრთხილება საქმის მასალების გაუხმაურებლობის შესახებ. მივიღეთ მითითება, რომ ციტატაც კი არ შეიძლებოდა გამოგვეყენებინა დოკუმენტებიდან, იმიტომ რომ გაფრთხილებული ვართ სისხლთამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. დაახლოებით 7 თვე არის გასული მეტი გამოძიების დაწყებიდან და დღემდე ხელშესახების შედეგი არ დაუდგათ. არც ერთი სავარაუდო პასუხისმგებელი პირიც კი არ ყავთ გამოვლენილი. მიზანი ამ დანაშაულების დაფარვის, არასწორი კვალიფიკაციის, გაჭიანურებული გამოძიების არის ის, რომ როგორმე საზოგადოებას დაავიწყონ ეს ამბავი. დროთა განმავლობაში, როდესაც ისედაც ძალიან ცოტა ორგანიზაცია საუბრობს შოვის საქმეზე, თანდათან მათი მიზანია დაავიწყონ საზოგადოებას ეს ძალიან მძიმე დარღვევა სახელმწიფოს მიერ ჩადენილი თავისი უმოქმედობით თავში, როდესაც ვერ არიდა ადამიანებს ზიანი და ვერ გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლის უფლება და შემდეგ არ იყო გამოძიება სწორი, ხარისხიანი და ეფექტური. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არ შეგიძლიათ რომ გარემოებთან დაკავშირებით იმათი შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიიღებთ ყველა საქმის ინფორმაციაზე პასუხს.
ადვოკატები გაუთქმელობაზე ხელმოწერის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა მათგან ჯერ პასუხი არ აქვთ. შოვის ტრაგედიაზე საქმე ორი მუხლით არის აღძრული, 116 მუხლის მეორე ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 240 მუხლით. გარდა ამისა, ამ დრომდე სტიქიის ზონაში მოყოლილი და გადარჩენილი ადამიანები ითხოვენ დაზარალებული სტატუსის მინიჭებას, თუმცა მათ ამ დრომდე არ აქვთ ეს სტატუსი.